რატომ დაუპირისპირდა სამღვდელოება ანტიდისკრიმინაციულ კანონს მაშინ, როცა ტერმინი სექსუალური ორიენტაცია ქართულ კანონმდებლობაში 1997 წლიდან არსებობს. ადამიანების ჩაგვრას კი კანონთან ერთად რწმენაც კრძალავს. აღმოჩნდა, რომ ამ საკითხზე თავად ეკლესიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა. რა იციან ამ კანონპროექტის შესახებ იმ სასულიერო პირებმა, ვინც რამდენიმე დღეა ცეცხლითა და შვიდგზის ანათემით იმუქრება. მირიან გორგოძე მოგითხრობთ. ქართულ კაცს უთქვამს თევზი თავიდან პებაო. ჯერ შიგნით საპატრიარქოს კედლებში გამოვავლინოთ ნაპოლეონ ბონაპარტის საყვარელი ბიჭუნები და გოგონები, პედერასტები და პედოფილები, რათა ვიქონიოთ მორალური უფლება, ვიუთითოთ ვინმეს დედა ეკლესიისათვის სათნო ცხოვრებისაკენ. ამინ. ჩემი სიტყვებია ეს კი. მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაკეთებულ განცხადებას ადასტურებს. ის ერთ-ერთია იმ მცირე რიცხოვან სასულიერო პირებს შორის, ვინც ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები გააკრიტიკა. მოუწოდებს სინანულისაკენ ყველას, ცოდვის წამალი არის ეკლესიური ცხოვრება. ეკლესიის კარი ყველასათვის ღიაა, მაგრამ საკურთხევლის კარი ყველასათვის ღია არაა. სოციალური ქსელი საკუთარი მოსაზრებების დასაფიქსირებლად დეკანოზმა ილარიონ შენგელაიამ და მამა პეტრემაც გამოიყენეს. რა გითხრათ, რით გაგახაროთ, არაფრის თქმას არ ვაპირებდი, უამრავი წერილი და დაბნეული ადამიანების მდგომარეობა მაღელვებს. სად არის ზღვარი მართლმადიდებლობასა და ფსევდომართლმადიდებლობას შორის? იტყვი ეკლესიის მტერი ხარ, არ იტყვი, გულისკდება და თავად არის იღმერთს თუ მამონას ემსახურები. რამდენიმე წუთის წინ წავიკითხე ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი, მაგრამ მასში ტრაგიკული და ანტიქრისტიანული ვერაფერი ვნახე. პირიქით, ეკლესია ყოველთვის ზალადობის, უსამართლობის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოდიოდა. ცეცხლი და შვიდგზის ანათემა კი ის გზავნილებია, რომელსაც სასულიერო პირები, როგორც თავად აცხადებენ, საპატრიარქოს სახელით გარყვნილებისა და მამათმავლობის პროპაგანდისტებს უგზავნიან. მათ დღეს ქუთაისის პარლამენტთან, მარქსის, ენგელსისა და ლენინის ფოტოებთან ერთად ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის ფოტო დაწვეს. ანტიდისკრიმინაციული კანონი ეწინააღმდება ღვთის ცნებას. ამ კანონის მიღებით პარლამენტი წინააღმდება ღმერთს. ის პარლამენტარი, რომელიც ამ კანონს მოაწერს ხელს, ღმერთს უპირისპირდება, ხოლო ვინც ღმერთს დაუპირისპირდება, რა მოუვიდა ყველამ კარგად ვიცით. ცხონების გზით ვიაროთ, ეს ცხონების გზა არ არის. ეს ხალხი შეიძლება განმარტოვდეს და სადღაც საავადმყოფოებში უმკურნალოთ და მერე თუ ეშველებათ რამე, თორე ეს ხალხი საჭირო არ არის. საქართველოში ყოველ შემთხვევაში ეს ხალხი საჭირო არ არის. სასულიერო პირებისთვის დღეს განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ღარიბაშვილის განცხადებით, ღვთელმსახურები კანონპროექტს სათანადოდ არ იცნობენ. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო. და ავიღო პასუხისმგებლობა, რომ აღნიშნული კანონის მიღებით არავითარი დაკანონება არ ხდება რაიმე უკანონოსი, არავითარი პროპაგანდის საშუალება არ მიეცემა არავის დამატებით უფლება არ მიენიჭება აღნიშნული კანონის მიღებით. ამ კანონის მიხედვით არავის და პირველ რიგში ეკლესიას არ აეგზალება, არ შეეძლება უფლება გადაგებას. სხვადასხვა ინსტიტუციების მიერ საკუთარი პოზიციების ლობირებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს, თუმცა პროტესტის გამოხატვის ფორმა მიუღებელია თეოლოგ ლევან აბაშიძისთვის. მისი აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე მისაღები კანონპროექტის განხილვის გადადებაა. ეხლა ამ სიტუაციაში, რაც ქვეყანაში არის, ამ კანონპროექტის განხილვა არის დიდი შეცდომა. ან ეს არის პროვოკაცია, ან დიდი სისულელე, რადგანაც სწორედ ეხლა ხდება ამ ორ თვის განმავლობაში, რომ რუსეთმა დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა. ერთადერთი, რაზეც შეიძლება რუსეთი დაეყნოს საქართველოში, ეს არის სწორედ ეგრეთ წოდებული ტრადიციის დამცველი მართლმადიდებელი ქრისტიანები. ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი, რომელიც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას ისახავს, მიზნად პარლამენტში დღეს მეორე მოსმენით განიხილეს.